თამარ. თამარ ხო იცი რომ სტუმრებს ღირსეულად უნდა დაუხდეთ. კარგი სუფრა უნდა გავშალოთ თამრი. იცი თამრი წესი ყოფილა თურმე ასეთი, როცა პატარძალი ვიყავ სახლიდან. მე დაჭერ. თამრი თურმე სუფრაზე ძალიან ბევრი ტკბილეულობა უნდა იყოს, ხო? ნუ ნერვიულობ, ქეთევან. რაც ჩვენ გვექნება ტკბილეული, ჩხეიძეებს, თიკას, ყველაფერს გამოვიტან და დავდებ აქ. შენ არი ნერვიულობ. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს მინდა გაჩუქო თამრი. შენი თილისმა. ხო იცი თამრი რომ ბავშვობიდან მიკეთია. ვიცოდი რომ წარმატებას მომიტანდა, იცი, ცოტა კი დაიგვიანა, მაგრამ აი უკვე ქორწილი მაქვს. ეხლა შენი იყოს. აი მე ქეთევან მადლობა. მოიცა არ გააღო ჯერ. რა შევით გაგოება ემზადები? ხო, ემზადები. ხო, ცოტას კი ნერვიულობ, მაგრამ კარგი რა განერვიულებს ქეთევან. ეს პირველად აძნერი, თორემ მე მეორედ, მესამედ მეჩვევი. აი მე რა ლამაზია, ეკა დიდი მადლობა ქეთევან. აი ეს შეინახე საძინებელში და არ დაგავიწყდეს. მარჯვენა დაბალი კუთხე. ხო. თიკა, მოდი. მოგწავს? კი, ძალიან მაგარი, აი ჭიკა. აჰა. მიდი ნამცხარი გამოიტანე. რა? რანოს ნამცხარია, ნამცხარი ბოლოს უნდა გამოვიდეს მაგიდაზე. ნამცხარი ბოლოს. არაფერი შენ არ იცი, ბოლოს კი არა თავიდანვე უნდა იდოს. თამრი, დღეს არ უნდა ვიჩხუბოთ. დღეს ისეთი დღეა რომ ჩვენ არ უნდა ვიჩხუბოთ, თამრი. კაი. თიკა, რა? ეს რა არის? ნამცხარი გითხარი? რა მითხარი თამარ? არა, შამპანიური გითხარი. დაჯეკი, ანანო, რაზი ხარ, ადექი და მოიტანე შამპანიური რა. აი მე თამრი, აი ძალიან ნერვიულობ დამიჯერო. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. რა არის ეს რა? ამდენი შამპანური გამაგებია, ცოტა ახალი წლისთვის მინდა, არიცი, შეიტანე ხო, შეიტანე. ეკა, ჩემო კარგო, რა არის ეხლა, ვერ გავიგე, ესენი პატარები არიან და არიციან და შენ ამხლა გოგო ხარ, ამხლა გამოცდილებით. შედი რა ცოტა მიეხმარე, მიდი ჭკუა დაარიგე, მიდი, შედი, მიდი. გამოიტანე, ყველაფერი გამოიტანე. მოდი. ქეთევან, მოდი. ისე ეს რა კარგი მოიფიქრე დღეს რომ მე და შენ არ უნდა ვიჭხუბოთ. რა უნდა გამოვიტანო? რა უნდა გამოიტანო? ანანო, არაფერი არ უნდა გამოიტანო. გამოდი და დასხედით, სტუმრები ხართ. რა უნდა გამოიტანო? კარგით რა, ისედაც ნერვიულობთ ქეთევანი. ნიშნობა აქვს, შეიძლება ეს რა უნდა გამოიტანო? დაჯერდი რა. ჩუმად! ხაშინა ხარ. ხოლაშიკო. ხო, ჰა? რა? ბადნა? და. ოთო? რა? უკრაი. ხო, კარ. რა? ოთო? რა? ოთო ჩვენი მეჯვარე ვერ ჩამოდის უკრაინიდან და ფრენა არ არის მეჯვარის გარეშე გამომართვე. მე დაწყართ ქეთევან. რა უნდა ვქნა? მე დავიღუპე. არა, სალონში რო წახვია და თმე ბირო შეიჭრა. არა. გაგიჩდი გოგო შენ და გაგიჩდი გამაგებინე მეჯვარის გარეშე ვჩები. გესმის? მეჯვარის გარეშე ვჩები. ეხლა გამაგებინეთ, ეხლა მე რა გავაკეთო გამაგებინე. არა, ქორწილი მეჯვარის გარეშე ვინმეს გაუგია გამაგებინეთ,
არა ვინ უნდა იყოს ახლა მეჯვარე ვინ უნდა იყოს გამაგებინეთ ამრი მეჯვარე ახლა ვინ უნდა იყოს აი თავი შეხედე რა თავია შეხედე ახლა უფრო მიშლის ნერვებს ჩუმადა მოდი დაწნარდი მომისმინე თუ საჭირო გახდება მეჯვარეს კი არა სიძვეს გიშოვი მოიხსენი ეთილისმა დამიბრუნე ეთილისმა არა კარგად ამბობენ რა სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან არაფერი არ უნდა თქვაო რა აი მე რა ვქნა ახლა რა უნდა გავაკეთოთ ამრი დავიღუპე კარგი დაწნარდი შენ არ მითხარი არ იმჭმოდა ნერვებს მიშილი ახლა ვა როგორ მიჭერს რა ეს არის 45 ზომაო ეს არის მეც რა ავიჩემე რა მე ვიყიდი ეყიდათ ამათ რა ეხლა შემჭამენ რა მაგას შენი ახალი ფეხსაცმელები არა ჩვეულებრივია ესე იგი ამით დედმამიშვილების საღებავოს შევსვა ამითი ქეთევანის ამით თამარის კარგია ამით სიძეს ვადღეგრძელებ ისე კი გავს რა გინდა ასე და აი ამითი ბოლოს მეჯვარეებისას ვიტყვი მარიკა შენ გაგიმარჯოს მადლობთ დიდი მადლობა არა მარიკუნა იმიტომ კი არა რომ ეს ჭიქა შენ გავს უბრალოდ აი ცოტა ჩამოტეხილია სარემონტოა და იმიტომ მადლობა რა გჭირს მარიკა ირაკლი მე ხლა რეპეტიციობ და ძალიან ის ოფიციალურად ხوار გამომდის კარგი ირა მადლობა აი ეს თუჯნა წირო დავაკვეთებს მაქალას არის მაგარია დამაგდა აი ეს ლენტები მარიკა აი ეს ლენტები მინდა დავაკვეთე როგორ იქნება მადლობა გამოგობა მარიკა რომელი ლენტები დავაკვეთ 3 მინუტად არა კარგი ონა ეს სპრიტელი ამოიღე მადლობა ირაკლი იცი რა არ ვიცი რომელი პერანგი ჩავიცვა და შენ ასპექტი პერანგი რაც გინდა აი რაც გაცვია ეს ძალიან კარგია დაიყვი რა ფეხსაცმელი გიჭერს არა რა ფეხსაცმელი მიჭერს ეს სიმღერა როა ასეთ კბილად დამიბერდი იმის თოვლის ბაბუას სიმღერა მიდი რა გამომიტანე რა გამომინიბენინე რა გეკონცე მიდი დათო შენ თვითონ შედი და აიღე რომელიც გინდა მიდი რა აიღე რომელიც გინდა რა მოხდა მიდი შედი როგორ მიჭერს რა გჭირს რა მე ვთქვი ფეხსაცმელი მიჭერს თქო ფეხსაცმელი კი არა შენი ბიძაშვილი მიჭერს დამახჩო უკვე ირა ვერა ვარჩიე და შენ ამირჩიე და ნახე აბა რომელი ჩავიცვა ეს აი მე ვიცვალ ამას ეს კიდე რომ ჩაიცვა შენ ხორტში ეს ხო მანახე რა კარგი ამას ჩავიცვა მე ნახე უყურე ესე იგი ის პიჯაკი ეს პერანგი ის შარვალი ჩემი ფეხსაცმელები დათო ეს ტანსაცმელი რო აარჩიე ყველაფერი ანანოს შეუთანხმდი რა სიცვავთ არ მელაპარაკება და როგორ შევუთანხმდი არ გელაპარაკება თუ არ გელაპარაკება ანანო და რაღაც გინდა უთხრა ისე რომ უნდა მოიქცე შედი ღონტებთან მოყევი და დანარჩენს ისინი მიხედავენ ფეხსაცმელები გიჭერს ირა ხო არა დათო 45 ზომაა როგორ მიჭერს რას ლაპარაკობ რა მოგივიდა 45 ხო კიდე ირა გავადიდო მე მაგ 53 არა დათო არა კარგად მაგ შეხედე არა ესე იგი
ქორწილი იქნება მეჯვარის გარეშე. ეგ რომელ ფილმშია? დაუკარით უმეჯვარეო ქორწილიაო? კარგი რა სანდრო რა, კარგი რა, შენი ნერვები აღარ მაქვს. ვაიმე, მე არ ვიცი რა, 2 საათში უნდა ვიშოვოთ მეჯვარე. ისე თავარი პრობლემა მოგვარებულია ირაკლი. რომელი? სიძე ნაპოვნია. თამარ, შენ რომ იყო მეჯვარე, ლაშასი? კარგი რა, სანდრო, მე ქეთევანის და ვარ. ნერე რა ქეთევანის და ხარ, ლაშასი ხო არა რა? კარგი რა, უნდა გვიშველო რა, ირაკლი რა. რა? შენ უნდა იყო მეჯვარე. მე? როგორ თან მეჯვარე, თან თამადა? რა. ასე იგი, მეჯვარე, თამადა და თან უნდა ვირბინო, წინ და უკან, თანამ ფეხსაცმელებით. რა მორიცხულია? ირაკლი, რატო უნდა ირბინო? დაჯდები მეჯვარის ადგილას და იქიდან იტყვის ადღეგრძელოებს. მეჯვარის ადგილას. და იქიდან ვიტყვის ადგილებს. ბარემ რაკენით, იცი, ინსტრუმენტები დამილაგეთ იქ გვერდზე. მუსიკალური ინსტრუმენტები. თან დაუკრავ, თან ვიმღერებ. მერე ცოტახანი დაგტოვებთ, ცოტახანში გამოვჩნდებით, ხელკერძებს ჩამოვატარებ. და ბოლოს სიტუაცია რომ აირევა ერთ კარგსაც ვიჩხუბებ და ეგა. ირა. გათო რო იყოს მეჯვარე? აი რას ნიშნავს ჭკვიანი და ბრძენი კაცი. ყოჩახ სანდრო. თან დანათესავდებით. რა? დანათესავდებით? ეს იგი რა გამოდის? ერთი ოთახი ჩხეიძებში, მეორე ოთახი ღლონტებში. ხომ რატომ? რატო ისი? რა ხდება ხა მე ხო თუ მეჯვარი ვიქნები ესე იგი მე მანქანით უნდა წამოვიდე ჩემ მანქანით გამოდის რომ ჩემ მანქანაში უნდა ჩავეშინო მეფეს და პატარძალებს მე კიდე დედას ბუშს მანქანაში მეჩავიჭენე ამორტიზატორებს გამიფუჭებს ირაკლი იყოს მეჯვარი მე ვიქნები თამადა რა რა შენ იქნები თამადა? მე ვიქნები თამადა შენ როგორ იქნები თამადა? როგორ ვიქნები და ისე ვიქნები რა ვერ ვიტყვი სადღეგრძელოები შენ რომ ხობე რა სიტყვი აბა მიდი მიდი ხო რა მიდი იმას ვიტყვი რომ ერთ უღრან ტყეში ბა მიდი რა გაიხადე ჟაკეტი გაიხადე დროზე ისა შეიძლება მეც თქვა ერთ რაღაც. მიდი თქვი სანდრო რო იყოს მეჯვარე? მოდი არაჩვეულებრივი აზრია თამარ არაჩვეულებრივი აზრი შესანიშნავი გარეგნობა აქვს ფანტასტიკური შესანიშნავი გარეგნობა აქვს ეგ კი და ჩაიძია ირაკლი გარეგნობა აქვს შესანიშნავი ვეცა მე უნდა ვიყო მეჯვარე ისიც არ ვიცი მეჯვარემ რა უნდა ქნას და სანდრო მაგას ხო წუთი აგიხსნა რა თქმა უნდა რა უნდა სანდრო მეჯვარეობას ხო ირაკლი რა პატარძალს უყიდით აიგულს ხო? უყიდი. მერე წახვალ ხელს მოვაწერ. მერე ქორწილში დაждები სიძის გვერდზე. მერე თამადა ადგება სადღეგრძელო სიტყვის, შენ ადგები, მადლობა, დაждები. 4 თვლა სულ სანდრო. ნახე? სადღეგრძელო ადგა, მადლობა, დაჯექი. 1 2 3 4 და ასეა მთელი ქორწილი. რა უნდა ამას? რა ამას ჩემი სანდრო ვერ გააკეთე? ვერ გააკეთებ? ირაკლი მარტო იქ ხო არ არის არა აბა რა? ნუ მაშინ მე რო ვანიშნებ ჩემი ქეთევანი უნდა გამოიცეკვოს. ხო, ნუ 5 თვლაა რა. 5 თვლა. კიდე აუცილებელი დეტალი უნდა გაითვალისწინო სანდრო. ესე იგი, პატარძლის რა ქვია იმას? თაიგული. რო გადმოაგდებს?
არ უნდა დაიჭირო. ირაკლი ეგ 6 თვლაა უკვე რა. მე რა უნდა სანდრო ჩამოუთვალე. რა პრობლემაა შეხედე სანდრო 6 თვლა 1 2 3 4 5 6 შეხედე სადგეგძელო ადგა მადლობა დაჯდა გამოიცეკვა არ დაიჭირა თაიგული არ დაიჭირა ისე იმ თაიგულთან ერთად ვიღაცამ ფეხსაცმელების თუ ისროლა არ გაგიკვირდეთ ისა რა საინტერესოა თაიგულს ვინ დაიჭერს მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაინც ეკა გათხოვდება პირველი თამარ ეს აქ დავდგა ხო? არა ანანო აქ კი არა მომეცი აი აქ აი ესე მიდი შენ უყარაულე რა არ მოვიდნენ ხო მიდი აი მე თამარ ისეთ ფორმაშია ქეთევანი ვერ იცნობ აი მე მართლა ეკა შენი იმედი მაქვს თორე მე იმდენ ქორწილში არ ვარ ნამყოფი რამდენი ჩენ გქონდა აი მე გაიხარე რა თამარ მოვიტანე კამერა და სურათებს გადავიდე ხო გაიხარე თიკა ო ქალბატონო ესე რო არ გამოპრანჭულიყავი დღეს ახლა რა იქნებოდა ვითო თამარ რა გჭირს? აი მე არაფერი თიკუნა კიდე კარგად ვარ იმ ნელის გადამკიდე მოდი ეს გამომართლეს აი მე მოიტანე აი მე წამოდი რა ქეთევანთან მინდა სურათის გადაღება რამდენი წელია საქორწინო კაბას ხვის ტანზე არ მინახავს ანანო ხო არ მოვიდნენ ჯერ არა თამარ. ხო თამარ, ისე ვიღაცა ველოსიპედიანი ბიჭია იქ ეზოში და ლაშა ხო არ იქნება? ველოსიპედით მოვიდოდა. რა ვიცი, ხე მანქანაში ვერ შეეტიოთ. აბა პატარძალი სად არის საძინებელში ბრანჭება გოგო მეც შევალ თან თქვენი საძინებლის შპარლერი მაინტერესებს ირა ჩვენც და ხო დაწამურა. არა ჯერ ადრეა დათო წესი ასეთი ადათი აუ წამურა ნახოთ რა ირა რა. კარგი რა დათო რა კარგი რა ანანო მოდი ირაკლის შეხედე სახეზე რა სახე აქ როგორ ტკივა გული ქეთევანი რო თქვა თამარ, ირაკლის კი და თავისი სასწავლო ნაწილის გარდა არაფერი აღარ უტრიალებს თავს. მიდი უყურე იმათ არა ესე მეტია გამატარე ირა რა გამახსენდა იცი? გაზოუსი სულმუნი ეკაში 300 ლარს რომ მიხდიდა. ეს რა გაიხსენე მახსოვს ეხა ამათ ჩვენ ამდენს ვერ გამოვარჩევთ მართალი. რაო ვაჟ ბატონო რას ვერ გამოვარჩნე არაო ამ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ფული ჭირს და ვის გამოვართვაო თამარ ხო გამატარე ვაიმე მოვიდნენ ვაიმე ანანო რას გახარდა უყურებ ამას გამატარე უნდა ვდე ვაიმე გამატარე ვაიმე მოვიდნენ შენ თუ გერიდება ლაშას მე ვეთქვი 150 ლარი გამოთხოვოთ ჰა? კარგი რა დათო რა კარგი რა მობრძანდით გიუახსა სიძეს გაუმარჯოს სიძეს როგორ ხარ? შენ როგორ ხარ შენ? გამოდით ეხლა ნახე რა ლამაზია ჩემი ქეთი ხო აი მე შეხედი შინგინაცვა რა მოხდა? არაფერი სანდრო მე რა გოგოს გატან გამოძერწილია მობძანდ მობძანდით სანდრო მიდი მიდი. სანდრო ეს ხორცი შამპანური გახსენით ხო მანაში გახსენით ვაიმე ფილაც არ გამარტყა აბა
დავასხათ. თიკა გადაუღე ჩემ თეთის ნახე რა ლამაზი ამას ვენაცვალე მე ხო იცი რასაც შემპირდი კი, აბა რას ვიზამ, თამარ, მე კომპიუტერში ქეთებას ცოტა საბამაღლებ. თქვენ ყურადღებას მოვითხოვ. ძვირფასო მეგობრებო, რომ იცოდეთ როგორ მიხარია ასე ყველას ერთად რომ გხედავთ. თან ჩემს სახლში არა. ახლა მე მინდა ერთი ძალზედ ლამაზი და როგორც ყოველთვის ნიშნულოვანი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. დამასკოში ყოფნისას სალაჰ-ედ-დინმა ბრძანა ამ არემარეში ყველაზე განთქმული ალქიმიკოსი მომგვარეთო, რომ ისეთი ელექსირი მასწავლოსო, რომ დავლევო მაშინათვე ცხოვრების ჭეშმარიტების კარი ჩემ წინაშე გაიღოსო და ამ კარის იდუმალი გასაღები გამოისახოს. მიგვარეს ალქიმიკოსი. ალქიმიკოსი თავიდანვე საგონებელში ჩავარდა, იმიტომ რომ უცებ არც ერთი ფორმულა თავში არ მოდიოდა. და გადაწყვიტა წავალო, ჩემ ცოლებს მოუყვებიო. რაგული გაკ, რაგული. ესე იგი, მივიდა და დაიწყო მოყოლა. პირველმა ცოლმა ფატიმამ უსმინა და უცებ შეაწყვეტინა, მაცადე მე მგონი ბალღები ქიშმიშს იპარავენ და წავალ უნდა დავსაჯო. მეორემ ფერიდემ უთხრა რომ უბრალოდ არ უთხრა, უსმინა და მე ისევ მიბრუნდა და ხალიჩის რეცხვა განაგრძო. მესამემ ფატიმა ერქვა მესამესაც და რა ვქნა. ფატიმამ გულის ყურით მოусმინა თავის მეუღლეს, უსმინა და ბოლოს აი ესე იქვე თფილად ჩამოსხმული კუმისი აი ესე პირდაპირ მიართვა და ალქიმიკოსმა ეს კუმისით სავსე თასი აი ესე დაცალა ერთბაშად გადაკრა და oi საოცრება. oi გამოისახა ის იდუმალი გასაღები კარისა იდუმალისა, რომელიც ცხოვრების ჭეშმარიტებას აღებდა მას. და თან აი ყველაზე საინტერესო რა არის რომ ეს კუმისი მესამე ცოლმა სიყვარულით და სითფოთი მიაწოდა. ჩემო ლაშა, შენ ჭეშმარიტ მესამე ცოლთან ერთად ქეთევანთან ერთად გადიმართოს. ისე ალქიმიკოს სალაჰ-ედ-დინმა მაინც მოკვეთა თავი, კუმიზე არა ისაო. მირთვით. გადაიღეთ, ნუ გერიდებათ რა. გადაიღეთ, ნუ გერიდებათ რა. მარიკა, შეხედე ისევ მაჯავრებს. თქვა. მეც უნდა დავლიო ჩემი დის, ქეთის და ლაშიკოს სადღეგრძელო. გაგიმარჯოთ ბავშვებო. დღეს თქვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს დღე ანანო გაგრძელე. ლაშა და ქეთევან გაგიმარჯოთ. გისურვებთ ბედნიერებას და ერთგულებას. ერთგულების ფასი ხო ქვეყანაზე არაფერი არ არის. გისურვებთ რომ არასდროს არ უღალატოთ ერთმანეთს. იყავით სულ ერთად. ასე დარწა. ლაშა. ქეთო. თქვენ გაგიმარჯოთ. მე მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემსა და იმ სასწავლო ნაწილს შორის არაფერი არ მომხდარა და თუ ამის გაგება არ გსურთ, მე მეორეჯერ აღარ გავიმეორებ. გაგიმარჯოთ. ლაშა ქეთევან დაგლოცავ. თამარის თვის არ იყოს დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა ეკუნა, იცი როგორ ნერვიულო. კარგი რა განერვიულებს. აბა გავიდეთ. წინ მევჯდები
მაგიდათ მეწავა. ხო, დათო, შენ იცი რა, ადრე წადი და წინიარე, თორე მე ვეღარ დაგვეწევი. ისია მოდი რა გადავახე ეს წინააღმდეგობა მოდი დადექი ეს ქალბატონი სად არის მოდი დადექი ქვემოთ ნახე როგორი პატარძალი იდგა ჰა? კი? აი 700 ლარზე ნაკლებ არ გავატანდი რა. კარგი რა დათო. კარგი დათო რა. ირაკლი გახსოვს ჩვენი ხელმოწერის დღე მარიკა როგორ არ მახსოვს? მახსოვს. ვითომ აბა რა გახსოვს იქიდან პირველი რაც მახსენდება მშვენიერი და მოხერხებული ფეხსაცმელი მეცო. გამარჯობა. საიმე სანდრო სად არის? საიმე სანდრო სად ესე უნდა გეძებო დადექი გამატარდა გარეთ ვიღაც კაცი ფულებს არიგებდა და რიგში ვიდექი ისა თქვენ მეცნობით? რა ვიცი. გამახსენდა. მინდა დეიდა როგორ ბძალა? რა ვიცი ძელო რამდენი ხანი არ გამოჩენილ? ეკა გამოდი ეხლა აცალე ამათ გამოდი. გთხოვთ პირადობის მოწვევები მომაწოდოთ. პირადობები? დიახ. გოგონასი ბაჟის პატივცემულ უსტუმრებო ვაქორწინებთ მოქალაქეებს ქეთევან ღლონც და ლაშა ტორონჯაძეს ძვირფასო მეგობრებო გთხოვთ კიდევ ერთხელ მიპასუხოთ არის თუ არა თქვენი დაქორწინების სურვილი კარგად მოფიქრებული ურთიერთ შეთანხმებული ნებაყოფლობითი და გულწრფელი ვთხოვ საპატარძლო მიპასუხოს ეგენი ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ ყველაფერია თანახმარად სასიცოცხლო ვთხოვ ასევე მეჯვარეებს გთხოვთ მოგზანდეთ და ხელის მოწერით დაადასტუროთ ქორწინების რეგისტრაცია. სანდრო, მეჯვარეებსო. სანდრო, ეგ მე ქორწილში. ეს ხო, მიდი ხელი მოგზანდეთ. აბა სანდრო მანდარა სიძე აწერს მან, სიძე. სიძე? აუ, რას გადავრჩი? სიძე პატარძალს ვთხოვს თქვენი ხელის მოწერით დაადასტუროთ საქორწინო ურთიერთობა და ოჯახის შექმნა. მიდი ჯერმაშა გარკვევით მოაწერე რა ჩუმა დოკუმენტი მჭირდება ეკა გარკვევით დაწერე ქეთევან აი მოსხომაგდა რა არის? აღარ წერს. მელანი გათავდა. არ გამართვა ამის ბედის გაზიარება გინდა მოიცადე აი გული ამოიღე ქეთევან გული და დაწერე მიდი არა უშავს მოიცა. დაწერს პირდაპირ მიდი მაგ
მადლობთ და ბრუნდით ისევ თქვენს ადგილზე. გთხოვთ ბეჭდები წარმოადგინოთ. ბეჭდები? გამატარეთ. ვაჟის გოგონასი. მადლობთ. ქეთევან გვარს ხომ არ შეიცვლიდით? იცით? გოგო. არა. არც მე. მეუღლებად ვაცხადებთ ქეთევან ღლონცს და ლაშა ტორონჭაძეს. ძვირფასო მეუღლეებო, გთხოვთ გასცვალოთ საქორწინო ბეჭდები მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ. დაიყო, ვერ მონახე? გთხოვთ მიულოცოთ ერთმანეთს გაბედნიერება. მიდი ახლა, ჰა? რა ვიცი, აქამდე ძლივს გაკავებდით და. ქალბატონო, მორჩა ყველაფერი. დამთავრდა დიახ. აბა მიულოცეთ ჩემ ქეთინოს. დათო ისე რო იცოდე ქორწილია და ყოველი შემთხვევისთვის დაასიგნალე ხოლმე რა. კარგი, ირაკლი, ასე ვქები, ეს იყო დამიჯდება აკუმულატორი. რომ მივაწიგ დავასიგნალებ. ერთხელ. რა არის ეს რა? კუში ვზივარ. კარგი ხო რა, მივალთ, რა იყო, მივალთ, ხო? აიმე, ქეთევანის და ლაშას მანქანა აღარ ჩანს. მივალთ, რა დაგემართა? ისე ირაკლი, ეს ლენტები უხდება რა, ა? ხო არა. ეს რა ამით ვიარო ხოლმე რა არჩენდება? არა, იარე დათო, რა პრობლემაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მარტო შაბათობით იარე ხოლმე. ისე თამარე კარ დამინახავს და საჩაჭდა. მე იუზა გადაეკიდა და თავისი ვოლგით წავიდნენ. დათო, ისე ჯობი არ მოხსნა ეს ლენტები. მალე ქორწილი გვექნება ახალი. არა, უბედურება, რა პატარაა, როგორ მიჭერს. რა თქვი რა გიჭერს რა? ა? მანქანა მიჭერს დათო. მანქანა. მანქანა გიჭერს, ხო? ეს შენ არის ეს რას წეწავს ირაკლი? იცი რას წეწავს რა? გინდა ხა იმ მანქანას გავასწრო? კარგი დათო, ვის უნდა გაასწრო, ნელა იარე რა. თუ გინდა გავასწრო, პრობლემა არ არის ირა რა. ხო, მიდი აბა გაასწარე, მიდი ერთი გაასწარე, მიდი. კარგი ხო ნელავივლი რა იყო. დათო, ამაზე ნელა აღარიარო. დათო, იცი რა ჯობია? აი წინა მანქანა რომ მიდის, იმაზე ჩაბობა და უფრო სწრაფად გაივიდე. გაანებე რა ამათ თავი და გეხოწები დათო, ფრთხილადი არა რომ სადმე არ დავიმტვრეთ. კარგი რა, ნუ ნერვიო, ხო ხედავ წი რა ყველა ის აირბაგი გიზის. ამას შეხედე ერთი რა. დათო,
რა? დაღმართზე აღარ აქრობ ხოლმე მანქანას? არაფრის და აზრზე არ ახარ, აი არაფრის და აზრზე არ ახარ. ბენზინი გაიაფთა იბუში. ნახე, აი 65-ით დადუა, შეხლა 65. შუმახერ. ისე ქეთევამა და ლაშა მიციან ზუსტად სად უნდა მივიდნენ? იციან, თიკა, როგორ არ იციან? თუ არ იციან და სანდრო იქ არ არის? სანდრო? სანდრო, რასაკეთებ? რა არის ეს? ესეც არ შეიძლება? პირველად ვარ მეჯვარე. მოგძანდით, აქეთ მოგძანდით. გილოცა. გინაცა. აბა გილოცავთ კიდევ ერთხელ. გილოცავთ. მადლობ. ესეც ჩვენი იუზა ბიძია. დაიწყო ეხლა, დაიწყო ლაშას მშობლები. წამოდი დაჯექი იუზა, მოდი აქ, მოდი. მოდი დაჯექი. გილოცა. მადლობა. ეკა მოდი ახლა შენ იცი სად დაგსვა? აი აქ მომწადეთ. იუზა, დაჯექი? დაჯექი. მოდი ირაკლისკენ წადიხო. თიკა, მოდი შენ, მოდი, ეკასთან დაჯექი, მოდი. სალომე, დიდი მადლობა. მოდი შენ დაჯექი აქ. მიდი დაჯექი. ეს არის ჩემი ბიძაშვილი, ომარი. აჰა, ომარი. ომარი. გავიგე, ქალბატონონელი. ეს ის ომარია, ხო თქვენ რომ მიყვებოდით, უსაქმნია და ბევრს სვამსო. გმადლობთ, ეს გაიცანით ჩვენი საუკეთესო მეზობელი ლიკა ტალახაძე. ლიკა, დავიჭირე. გილოცა. მადლობა. რა კარგი კაბა გეცნო. ეს ბანკეტზე რო გეცო ის არის, ხო? ლიკა, ბატონო. მე მინდოდა რომ იქით სუფრასთან დამჯდარიყავი, მაგრამ შენ თუ გინდა რომ აქეთ დაჯდე, აი აქ დადექი და ადგილი თუ გათავისუფლდება, მაშინ დაგსვა. არა საყვარელო იქით მირჩევნია. დინეცელეო, ხშირ ახარ. გამარჯობა, გილოცა. გილოცა შვილის გამეცნიერება. ესეთი ულამაზესი დღე ხო ერთადერთი და განუმეორებელია რა ცხოვრებაში. მე დარწმუნებული ვარ რომ ლაშა ღირსეულ მეუღლეობას გაუწევს ქეთევანს. ეს ხო ძალიან ჭირდება ყველა ქალს ხო და მეთანხმებით ქალბატონო. ანანო, მოდი ნუ დაღალე ეს ხალხი წამოდი შენ დათოსთან დაჯექი. იუზა, დაჯექი შენ, დაჯექი ეხლა. დაჯექი. დათოსთან არ დავჯდებით რა. თიკა, გეხლატები რა დათოსთან გადაჯექი რა. მიდი და მოდი რა დათო. მოგძანდით. რა ვიცი დათო რა. მიჭერს. გიჭერს? ხო, რა. გული მიჭერს დათო, გული. კარგი რა, ეს არის ამ ხელს სუპრა გაქვს სასაყვალი. კარგი ხა. კარგი რა დათო რა, კარგი.
ქეთევან ეს რა ხალხია მოკლედ ის დამპატიჟე ყველა მოვიდა კარგით, ჩუმა. ელი სამტრედია დამარგა ეს ბავშვები რაღაც დამოხიკეს კარგით, ჩუმად იყავი ხერხული. არა დედაცოლი რაც გოჭები ჩამოიტანეს თუ თვითონ შეჭამეს ისევ გამოვიდა ალბათმალი კატალახადი უნდა მოგარძელი ბეჭედი როგორ მოვიდა ქალბატონს ის თამრი ლიკატალახაძე რომ დავპატიჟეთ ეთუნა მაჩაიძეც უნდა დაგვეპატიჟებინა უხერხულია. იცი რა ქეთევან თვითონ ორჯერ გათხოვდა და არც ერთხელ არ დაგპატიჟა არ გადაუხდია ქორწილი და რა ეკდა. მიდეუშალე გადაეხადა თამრი მომისმინე, მამუკა და კახა გამოჩნდნენ. აი მე არა და ძალიან ნერვიულია აი მე სადარიან ეს ნელი სადღაც აბრძანდა ქეთევან ვინ მამუკა და კახა? ხაზარაძე და კალაძე. სანდრო, რასაკეთე? უხერხულია. ესეც არ შეიძლება? შენ კიდე ვერ ეტყვი ვერ გავიგე. ბატონებო, მე დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის, ჩვენი ოჯახების დაფასებისათვის და მე მინდა რომ დღევანდელ სასიხარულო სუფრას წაუძღეს ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი პროფესორი ირაკლი ჩხეიძე. ირაკლი, აბაშენი. დიდი მადლობა. არ არის საჭირო ნუავდგებით ფეხზე დამძანდით თქვენ ბატონებთან ხა? კარგი რა ირაკლი შენ არის ხომ ასე ისე სუფრის დადავი ატეკი ხა ფეხი ატეკი ესეთი ეს ეს რა არის რა ფეხი გაიქადე რატო რა ასე უფრო მეძდალე რა ბატონო დამამტვრია ფეხები მე ამის ჩამწველი აღარია ვა ძმა ხარ რა მაგარია და სხვა ფერები არის ყოი რა ძვირფასო მეგობრებო თქვენ ყურადღებას მოგითხოვ თქვენ ხომ არიცით რა ბედნიერებაა როცა რაღაცა გაწუხებს და მოგეშვება ერთიც და მოგეშვება მეორეც ირა ერთიც და მეორეც ხო მეგობრებო ჩვენ ძალიან გვიყვარს ქეთევანიც და ლაშაც ერთიც და მეორეც და როდესაც გავიგეთ მათი გაბედნიერების ამბავი ყველას მოგვეშვა დღეს ლაშამ ცოლი მოიყვანა და დიდი დღეა ტორონჯაძეებში დღეს ქეთევანი გათხოვდა და დიდი დღეა ღლონტებში ჩხეიძეებში ალექსიძეებში შენგელიებში აკულიებში კალახაძეებში მახარაძეებში კალიძეებში Старший лейтенант Иван Павлович Долидзе. მე მინდა თქვენი საბრძოლო შეუსრულო. თქვენ გაგიმარჯვოთ. ბედნიერები ვარ. გაიხარეთ. თქვენ ისეთი ბედნიერება და სიხარული მომანიჭეთ. აი, როდესაც პირველად ისე რაც არაჩვეულებრივი სიხარული და ბედნიერება ვიგდენი, როდესაც ჩვენები ბერლინში შევიდნენ. იუზა, რა საკეთებ, რა არის ეს? ქეთევან, შენ ვერ ეტყვი, ვერაფერს მომეცია. წამოდი. რატო დარგია? გახდები ცოტა. ლაში ბანდი, ხო, კარგი. ლაში. იუზა, ბიძია, ხაშენზე ძალიან კარგი იცეკვაო. კარგი რა ქეთევან, რა დაინახა იმ რას ხედავ? ლაშა, ისე მე როგორ ვიცეკვე? ჰა, მაგრამ აი ეს ხელი ეხლაც ვთქვა ძალიან მეტყვი. რატო და რომ ცეკვავდი ეს ხო მქონდა ხელი. ხო და ერთ ადგილას ვერ ვზომავდი და სული ურტყავდი ამ ხელს. უი,
ისე მეჯვარეობა მომეწონა მაგრა და შენ შემდეგ ქორწილში თუ მეწავება მეჯვარე რა? სანდრო! ირაკლი, მალე წავალ. კარგი რა, მარიკა რა, კარგი რა, როგორ წავალ, ხო ხედავ თამადავალ რა, ხო არ მივატოვებ სუფრას და ამხელს და ხო არ წამოვალ რა. მე ბოლო უნდა წავიდე აქედან. მოდის იცი, ოფიციანტებიც რო წავლენ, მერე წავალ მე. უკვე ასე დათვერი ხო? არა, კი არ დავფერი მარიკა, მაგრამ ბოლო იმიტომ უნდა წავიდე, რომ ამ ფეხსაცმელის ჩამწნელი მე აღარ ვარ. აღარ ვარ და რა ვქნა ეხლა ამდენ ხალხს ხო არ ვალაპარაკებ პროფესორი იჭყეიძე წინდებით მიტანტალებ და გორწინდა. წამბეჭი რა ვიცებო? არა. არა, თიკა, არა. რატო იცი, მეტი რო დაკარგო, მე მოგაწოლებ და მე იმას უხდები კიდე თამდე. როგორ დაველაპარაკო თიკა? იცი რა ძნელია, თიკა ადამიანი როცა შენ არ გისმენს, იმასთან საუბარი. შენზე გაუბრაზდეთ მე იმიტომ შევიჭერე. მე მინდა თქვენი თამადობით ყველა ლამაზ ხალხს გავუბრალო. მუთას მე გეძახიან. ხოდა იცი რა ძნელია ისა ომარი ხო? ხო ომარ იცი რა ძნელია როდესაც ადამიანს შენი საერთოდ არ ესმის და იმ მაგაზე გაუბრაზდე თქვენები იმიტომ შევიჭერი. ისე მიხდება რა? იუსაფიძია. სანდრო მიყურებს? ვი? ვაშას მეჯვარე სანდრო მიყურებს? მე არ ვიგიყურე. გიყურებს? მე მიყურებს კი? ხო, გიყურებს. შენ რომელი ხარ? იუსაფიძია სანდრო მიყურებს მე. გიყურებს. სალომე. Ja. Starszy literant. Józef Pawlowicz. Dolidze. Ეხლა მინდა შენი სადღერძელო შევსვა განსაკუთრებული გრძნობით. თამა იუდა რასაკეთებ რა ეს იგი არ უნდა დაგტოვო ერთი წუთით რა არის ძიჭუმე სიწყნარე ერთი წუთით ბაბადიეთ ბოდიშვილი ერთი წუთით ხდება და თო? ჩემ მაგარი სხვა მეგონა გააგზავნე კარგი რა, რაღაც დროს ჩემი ცეკვა. კარგი რა, ხარაცხენი ნუ გაიგე, ადეგი, მიდი და ეს შეიძლება დაუარე რა. მიდი, გოგოებო, თქვენ დაიწყეთ, მე სადღერძელოს შევსვავ და შემოგიერთდები. მიდი, შემოგიხარ. მიდი. თიკადები. შენ ჯერ გათხოვებას ხომ არ ამბობ? არა, ჯერჯერო ვიცარობირე. მოიჭედი თქვენი გოგო, მოიჭკარე ხო? მე რომ ჩემი ლაშიკოს ხასიათი ვიცი. დაი ყველაზე უარესი, აი ამ ყველაფერში იცი რა არის? შეიძლება ვიცებოთ რა უკაცრავად. ლაშა ერთები ვინ არის? ეგ რომელი? აი თიკასთან ერთად პროცესო. ეგ მამაჩემი ბიძაშვილი. ფიზიკურად ძლიერი რა? რა ვიცი. მოვალ ხო? დედუკა, აი ეს თეთრი ხორცი შემოგიტანე, ჩემი დედას გუშტი რა ხდება. კარგი რა დედა რა კაფე რა აბა მშიერი ხარ დედა და კიდევ შენ ხო არაფერი მოგიტანო დედი? არა დედა არაფერი. ირაკლი ბიძია. ხო, ლაჟა, ნუკრი და მეგი. კოჩა, კაი ბიჭი ხარ. მეგობრებო? ამ ჭიქით ლაშას მამიდაშვილებს. ვაჟას, ნუკრის და მეგის გაუმართლეთ.
ირაკლი. იქნებ ჩაიცვა როგორმე და წავიდეთ. ო, კარგი ვწდი, მარიკუნა რა. აღარ ვიცი რა იუზაბიძია რა. რა არის? მე ასე ვარ და ის კიდე თვითონ ვერაფერს ვერ ხვდება. ხანდახან ვფიქრობ, ხო არ დავანებო თავი მეთქია. არა, არ დაანებოთ, არ დაანებოთ. ეს თვითონ ამას ერთერთი. ის აკეთებს რა. რა ქვია ეს? სპეციალურად? სპეციალურად და. აი ჩემი ქალიც ეგრე იყო რა. სამჯერ გათხოვდა. მაგრამ მე სპეციალურად არ მოვეშვი და მეოთხედ მოვიყვანე უკან. ავიღოს, ასე რომ ხო, არ დაანებოთ. კი. იუზაბიძია, წავიდეთ. თიკა ისე კარგი დრო გავატარეთ არა რათას და ირაკლის სემსაროკი იყო ყველაზე მაგარი და ირაკლი რა მაგარად სიმღერა ის იტალიური სიმღერა არა იცის რა მაგარია გავადანო ვისაც ეკლებოდი შენ ბოლოს ვის ომარი ერქვა მე მგონი ომარი ხო მოიცადე ეგ ომარი იყო დასაწყისში რაც ხაკისფერი პიჯაკი არ ეცვა დასაწყისში ხო შენ არ იყავი ტორტში რო ჩავარდა ფოტოები გადავიღე ვერე გაჩვენებ შენ იუზაბიძიას აცილებდი რო ეჭიდავებოდი აი მე არ გამახსენო იქ გაეჭიმა ვიღაცებს დალია ძლივს ჩავსვი მანქანაში და გავუშვი რა წავედი თამარ თორე თენდება უკვე ვაიმე დავიხარ თამარ რაღაც უნდა გითხრა მამის მინე რაც არ უნდა დაგჭირდეს როც არ უნდა დაგჭირდეს ნებისმიერ დროს დამირეკე აი დასავით რაც გინდა ის მთხოვე მართლა მადლობა თიკა კარგი წავედი ვაიმე გამიფრინდა ჩემი ქეთინო დავჭი მარტო მე არა უნდა დამოვეკო რა აი ესეა გაზრდი და გაგიფრინდება 2 წუთი მეტია რა თამარი ვარ თიკა შენ ხომ მითხარი როგორც დას ისე მთხოვე რამე თუ დაგჭირდებაო ჭურჭელია დასარეცხი და მე დავრეცხო ვერ გავიგე არ გამოხვალდა